მოდი, შემდეგი აუცილებლად აღჭირდება რა? ჩვენ დავამატეთ უკვე მისამართი, ჩვენი საკუთარი შემქმნელის, ასე ვთქვათ, და დავამატეთ მეფინგი, სადაც გვიჩანს ჩვენი ევალეების მისამართები და მათი ვალები. ახლა ჩვენ დავჭირდება ამ მათი ვალების, ჩვენი მევალების ვალების აღრიცხვის მექანიზმი, ხო? ამიტომ დავამატოთ ჩვენთვის კარგად ცნობილი უკვე გავლილი რა ივენთი, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენ მოვიძიოთ მთელი აღრიცხვა ვაწარმოოთ მომენტების, როდესაც ჩვენს მომხმარებელს დაემატა ან დააკლდა ვალი. დავარქვათ მას მარტივი სახელი, depth, edit, რამებს გავსი და დავიწყოთ. პირველი რა დაგვჭირდება? რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ხოლმე ჩვენი მომხმარებლის მისამართი. გახსოვთ ალბათ ეს გვეხმარება, ამაში დაგვეხმარება ჩვენი indexed წინა პირობა, რომელიც მოგვაძებნინებს ბევრ ჩანაწერში ჩვენს მომხმარებელს, მის მისამართს. რა თქმა უნდა, მარტივად დავარქვათ ამ მისამართს customer-ი და რა დაგვჭირდება კიდევ დამატებისას, ვალების დამატებისას. დაგვჭირდება ჩვეულებრივად ახალი დამატებული ვალის ოდენობა და როდესაც ვალი დაემატება ჩვენს მომხმარებელს, ჯამი ხო ახალი იქნება. მაგალითად აქვს რაღაცა ვალი, პირობითად 1000 ლარი, შეიძინა 100 ლარის პროდუქცია და გაუხდა 1100. ასე რომ ეს ინფორმაციაც დაგვჭირდება, როგორც ბანკის ამონაწერებში არის ხოლმე რაღაც მოქმედება მოხდა, ფული დააგდა ან დაემატა და ბალანსიც გვიჩანს. ამიტომ დავამატოთ კიდევ ერთი ცვლადი ჩვენს ივენთს, რომელსაც ერქმევა new total. ეს არის და ეს. ხელოვნურმა ინტელექტმა ვებ პროგრამის ბევრი კითხვა გაუჩინა. თუმცა ეს იყო ბლოკჩეინ პროგრამირება და Solidity თანამედროვე ფინანსებში ყველაზე მოთხოვნადი ენა. თუ გინდა რომ შენც შეძლო იგივე, დააკომენტარე. მაინტერესებს და მიიღე ლინკი უფასო ვებინარზე. კი, ნომერ პირველი კრიპტო აკადემია.